სტუდიაში ჩვენ მასპინძლობთ წერილს საზოგადო მოღვაწეს კიდე ძალიან ბევრი რეგალია შეგვიძლია დავასახელოთ, მაგრამ ყველასათვის თბილი, საყვარელი და იმედთან ასოცირებული და სოხუმთან ასოცირებული ადამიანი ბატონ გურამ მოდიშარი არის. სტუმარი, გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემოზაზა და მეგობრებო. თქვენ მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ბრძანდებით, მით უმეტეს თქვენი არამარტივი გრაფიკის ფონზე. ბატონო გურამ, ჩვენ ისეთ მოცემულობაში ვცხოვრობთ, რომ ბევრ რამეზე და ძირითად თემატიკაზე წარსულ დროში ვსაუბრობთ. რაც არის აფხაზეთთან დაკავშირებული, მაგრამ არსებული მოცემულობის შესაბამისად არის ეს ახმაც, შეფასებას, საუბარიც და ასე შემდეგ. სანამ ჩვენ საუბარს განვავრცობთ, მე მინდა გამოვეხმაურო, თქვათ და დავიწყოთ ჩვენი დიალოგი იმ ჭრილში, რასაც შეიძლება დავარქვათ ლიტერატურული ხიდი და როგორც დაარქვეს, თქვენც ასე მითხარით. მახსოვს ადრე თქვენ გქონდათ ინიციატივა, თქვენ გახართ ის იშვიათი მწერალი, რომლის მიმღებლობაც ადამიანურიდან დაწყებული ლიტერატურული ნაშრომით დასრულებული აფხაზეთში არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა და თქვენ გაქვთ კომუნიკაცია თქვენს მეგობრებთან და კოლეგებთან აფხაზეთში მწერლებთან და მე ვიცი ბევრი წლის წინ იყო ეს იდეა რომ რაც აფხაზეთის თემაზე დაწერილა ომის შემდგომ ეს ყველაფერი რომ შეკრებილიყო ქართულ ნაბეჭდ ვარიანტებისა და აფხაზურ ნაბეჭდ ვარიანტების ერთობლივი კრებული გაკეთებულიყო. არ ვიცი ახლა თლად ასეთ ფორმატში მე მგონი როგორც თავიდან იყო იდეა არ გამოვიდა, მაგრამ აფხაზ მწერალთან ერთად თქვენი ნამუშევრის თარგმანი მოხდა და ერთგვარი გაერთიანება და მე ვიცი რომ ამას დაერქვა ერთგვარი ლიტერატურული ხიდი, იმიტომ რომ უნიკალურია ბრჭყალებში მტრების ერთ სამწერლობო ფორმატში გაერთიანება და ერთი ლიტერატურული ნაშრომით სხვების წინაშე წარდგომა. მე ეს სიტყვა მტრები ბრჭყალებში ვიხმარე შეგნებულად. მოდით აი ამ ჭრილით დავიწყოთ საუბარი, ვინც არის ის შევახსენოთ და ეს იდეა რომ გქონდათ აფხაზეთის თემაზე ომის შემდგომ ქართულ თუ აფხაზურ ბეჭდურ სივრცეში გამოცემული წიგნების გაერთიანების დიდი სურვილი რო გქონდათ, რა დონეზე და როგორ რეალიზდა და რას იძლევა ეს და ან რაში გვეხმარება ჩვენ ენგურს გამოღმა საქართველოში, აფხაზეთში, ჩვენს ურთიერთობაში და რამხრივ არის ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი ან ჩვენი თავის წარმოჩენის მექანიზმი ჩვენს გარესამყაროსთან, მსოფლიოსთან. დიდი მადლობა. ჩემოზაზა, მოკლედ თვითონ ჩემი ხელობა მე ძალიან დამეხმარა იმ ყველაზე მძიმე პერიოდშიც, აი უღელტეხილის, ამ ომის შემდეგ თბილისში რო აღმოჩნდი, დეპრესია მეწვია, ასე ვთქვა და რა თქმა უნდა გაუძლო ამ დეპრესიას და ერთ-ერთი ისევ მწერლობა, დავიწყე წერა, იმიტომ რომ უღელტეხილზე რო გადმოვდიოდი, ვფიქრობდი რომ ეხლა თუ მე გადაურჩი ამას, იმდენი სიკვდილი ვნახე, როგორც ქალაქის სოხუმში დაბომბვისას და ფრონტზე ხანდახან გავდიოდი, მენახა რა ხდება, ასევე ესე იგი ამ უღელტეხილზეც ვნახე ბევრი სიკვდილი და ეს იყო ჩემთვის ისეთი არანორმალური მდგომარეობა, იმიტომ რომ მოვდიოდით და სად იყო წინ, უკან, მაღლა, მარცხნივ, მარჯვნივ იმ უფსკულების თავზე იმ ნისშიც ვერ ხედავდით ამას ყველაფერს და აღწერე მოკლედ და პირველი რაც იყო პატარა წიგნი გამოვიდა ისეთი დევნილთა უღელტეხილი და დღესაც გამოდის ხოლმე ხშირად და ბევრ ენაზე ითარგმნა. მე ეს წიგნი შევიდა სოხუმში დაბრუნება, ის უკვე უფრო სკელტანიანია უკვე და ყველაფერი ომამდელი სოხუმი რა იყო, როგორ იყო ჩემი თვალით ნანახი, როგორ იწყებოდა ეგ ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ომი ქვია სახელად, ეს აღწერე და ამან რაღაცნაირად დამამშვიდა და მიშველა, რომ მიხსნა იმ დეპრესიისაგან, რომ ვიღაცას უნდა გაეგო, ვიღაცას უნდა წაეკითხა, ვიღაც უნდა გამემხნევებინა, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარდა ფოლკნერი და ფოლკნერი ითხოვდა რას, ერთ-ერთი მისია არის მწერლის ამბობდა, ახალგაზრდა მწერლებს ეუბნებოდა, რომ უნდა ამოუდგე ადამიანს ხარში, როდესაც მას ძალიან უჭირს და მე ჩემ დევნილებს რომ უყურებდი ამას ძალიან განვიცდიდი, რა თქმა უნდა და ვცდილობდი რომ აი ჩვენ დავბრუნდებით. აი რაღაც იქნება, გემით იქნება, მატარებლით იქნება, მოვა დრო და მაგრად იყავით და ასე ვამხნევებდი ხოლმე. მოხდა ისე რომ ამ წიგნიდან რომელიც მე რუსულად ითარგმნა აფხაზეთში დაიწყეს რაღაც რამდენიმე ნოველა შედის მან და მოთხრობა მათი დაბეჭდვა დაიწყეს და
ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი თავისთავად, მითხრეთ რომ აი ეს დაიბეჭდა ბღაჟბაზე, კიდევ რაღაც დაიბეჭდა და მე ძალიან დაინტერესდნენ უღელტეხილით რომლის შესახებ მათ არაფერი არ იცოდნენ. და ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე აფხაზებთან ითხოვეს რომ ჩვენ მათ შევხვდებითო სახალხო დიპლომატიის ეგიდით ერთი ჟურნალისტი ტელეჟურნალისტი ქალბატონი აფხაზი ქალბატონი როცა შევხვდით ჩამეხვია და მითხრა წავიკითხე დევნილთა უღელტეხილი წავიკითხე რა დღეში ყოფილხართო და ატირდა ეს ქალი და როდესაც ასე ვთქვა ჩვენ ასე მტრება ვარ ცნობილი ყველასთვის და ქალი ტირის შენს გასაჭირზე ეს უკვე რაღაცას ნიშნავს და მე მითხრა ჩემი ძმა ხო გახსოვსო კი მეთქი უთხარი ხო და იც დაიღუპა ომის დროს ნუ ამის შემდეგ კიდევ გააგრძელეს მათ მე დავიწყე მათი ბეჭდვა თარგმნა და პირველივე შეხვედრის დროს თქვით რომ მოდით რაღაც საერთო კრებული გავაკეთოთ ლიტერატურა თუ ის მართლა ესეთი ჰუმანური პრინციპებით არის გაჟღენთილი ქართული ლიტერატურა აფხაზური მაშინ ნუ როგორ აღწერეს აქ მათ ეს ომი და როგორ აჩვენეს იგივე ქართველი კაცის იგივე აფხაზი კაცის პოლიტიკის გარეშე რა გასაჭირი გადაიტანა მან იმ ომმა რომელსაც ჩვენ მხოლოდ უყურებდით ტელე ეკრანზე ან კინოთეატრებში მეორე მსოფლიო ომზე იყო ძალიან ბევრი ფილმი მაშინ და ნუ მოკლედ მაშინ გადაწყდა რომ დავიწყეთ ჩვენ რაღაც გაცვლა მოთხრობების მერე მოვიპატიჟეთ სამხრეთ კავკასიის ჩემი იდეა იყო ხუთი მწერლობის წარმომადგენლები იქ აზერბაიჯანელები სომხები არის ახალგაზრდა აფხაზური ლიტერატურა ახალგაზრდა ოსური ლიტერატურა და ამ ხუთმა ლიტერატურამ რა შექმნა ყარაბაღის ომზე ცხინვალის რეგიონზე, აფხაზეთის ომზე, ხო და 2 წელი მე და ჩემი აფხაზი მეგობრები, ერთ-ორი მეგობარი დავდიოდით ვიყავით ყარაბაღში, ვიყავით ბაქოში, ვიყავით ერევანში, მე ვიყავი ცხინვალში, ვიყავი სოხუმში და ვესაუბრებოდით იმ ადამიანებს, წერლებს, რომელმაც დაწერეს მოთხრობები და საოცარი მოთხრობები აღმოვაჩინეთ. და დავბეჭდეთ ეს ერთ წიგნად და აი უკვე ამ წიგნს პირველად უწოდეს ლიტერატურის კრიტიკოსებმა და სხვა შორის მახსენდება რადიო BBC-ს წარმომადგენელი ჩამოვიდა სპეციალურად და ამ წიგნზე გააკეთა BBC-მ რადიოში ოღონდ ძალიან კარგი და ისეთი ვრცელი გადაცემა ერჯერ, მერე მეორეჯერაც. ანუ დაინტერესდნენ ისინი ძალიან ამით და ჩვენ მე გავაგზავნეთ ეს თანამშრომლობა, რაღაცნაირად ეს კითხველებით გავაერთიანეთ, ჩემი წიგნი ითარგმნა აფხაზურად და გახდა ასე თუ ისე ცნობადი, განსაკუთრებით იქ იცნობენ კარგად წიგნს პრეზიდენტის კატა სოხუმში პრეზიდენტის კატა საერთოდ იმდენ ენაზე ითარგმნა ისეთი 20 ენაზე ითარგმნა კი და მერე ისა სპექტაკლი ზღვა რომელიც შორია თემურ ჩხეიძემ რომელიც დადგა ხო ეს არის ეხლაც YouTube-ზე და ამას ეხლაც უყურებენ მე პრემიერაზე ვარ ნავყოფი ხო და გახსოვთ რომ სხვადასხვა იყო გახურდა დარბაზი იმიტომ რომ აფხაზ თავისი მართლი აქვს ქართულს თავისი მართლი მაგრამ ჩვენ დიალოგი თუ გინდა უნდა მოусმინოთ იმას რაც ის ამბობს ეს არ იყო გამოგონილი ჩემი მხრიდან რომ რას ამბობს აფხაზი იმიტომ რომ მე უამრავი შეხვედრის მოწმე ვარ და რასაც გვეუბნებოდნენ აქ ჩემი გმირი ამბობს აფხაზს ხო აქეთ ქართველი ეუბნება კიდე თავის სატკივარს და თუ ჩვენ ვამბობთ რომ ძმები ვართ და ასე შემდეგ ერთმანეთს უნდა მოусმინოთ ხო და მიხარია რომ ბევრმა მოусმინა და ბევრმა ნახა ეს სპექტაკლი ნუ ვიღაცებს არ მოეწონათ მაგრამ მე მახსოვს ეს გამოძახილიც და ჩემ ბატონ გურამ მაშინ მით უმეტეს ალბათ შეიძლება იმ ეპოქის იყო და თქვენ თქვათ ასე ვთქვათ შემოქმედებითაც ხმამაღალი გაბედული ნაბიჯი გადადგით იმიტომ რომ მით უმეტეს ომის შემდგომ უახლოესი 10-15 წელიწადი იქიდან მოყოლებული ძირითადად იყო ორივე მხარე ალბათ დარწმუნებული ვარ ის დაახლოებით ისეთივე იყო ენგურს გაღმაც როგორც აქეთ ჩვენთან გამოღმა რომ ჩვენ ვიყავით მართალი ანუ მარტო ჩვენი სიმართლე იყო, თქვა თუ დიალოგი იყო, ის დიალოგი მაინც შეიძლება უხეშად და უტრირებულად ვამბობ ხა, უფრო მონოლოგი იყო, იმიტომ რომ მაინც ანუ ჩვენი იყო, ჩვენი პოზიცია იყო და აქედან ამოვდიოდით და ამის იქით არ უყურებდით ასე ვთქვათ და მაშინ თქვენ იყავით ვინც გაბედეთ ასე ვთქვათ შემოქმედები ჭრილში, რომ ადამიანური მომენტი წამოწეული იყო წინ და დიალოგის
მცდელობა ყოფილიყო, რომ ორივე მხარის შეცდომაც, სიმართლეც თქმულიყო და დანახულიყო, იმიტომ რომ მარტო ცალმხრივად ამ ყველაფრის ნახვა ყოველთვის იგივე ნაჭუჭში დაგაბრუნებს ალბათ დაპირისპირებისას, აიდანაც წამოვედით. თქვენ ძალიან დიდი ყულაბა გაქვთ, ასე ვთქვათ, თქვენი წიგნებისა, მაგრამ მე თქვენგანაც ვიცი, თქვენი არაერთი ინტერვიუ ყოფილა და ადრეც მქონია შეხება. თქვენი ერთ-ერთი პირველი წიგნი, მე მგონი, რაც გამოიცა სოხუმში იყო სალამია, ხო? კი, სალამია იყო პროზაული, კი. ხო, რომელიც გამოიცა სოხუმში. კი. მერე თქვენ ეს ერთ რეპლიკა გააკეთეთ და გაამეორეთ ამ გამოცემა, ხო? კი, ასე იყო, მაგრამ აი ეს მე მახსოვს ის სალამია და ბევრი წლის წინ მაშინ სტუდენტობის დროს აფხაზეთის რადიოსთან რომ მქონდა შეხება რაღაც იქ აღმოვაჩინე. მოკლედ და საინტერესო ზღაპარი იყო, მაგრამ ზღაპარი პირობითად არის ალბათ, როდესაც გალავანს შემოარტყამს, ხო, ეს გაბრაზებული მეფე ხმელეთს რომ ყველაზე მთავარი ზღვა ვერ დაინახონ. აგერ ჩვენ ომის გალავანი შემოგვეკრა და ზღვას ვერ ვხედავთ. კი. იქ ვინც არიან ყველაზე მთავარ ზღვას ხედავენ, მაგრამ არის სხვა სირთულეები. თქვენ ბრძანდებოდით კულტურის მინისტრიც იყავით, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამთ და ვიცი თქვენი დამოკიდებულება, რომ თქვენ პოლიტიკოსი არ ხართ. და თქვენი ქმედებაც, თქვენი გამოცდილებაც გადის ძირითადად თუ პოლიტიკასთან რაიმე კუთხით ახლოს არის, ალბათ სახალხო დიპლომატიის ხაზით, ხო? ერთია გლობალური პოლიტიკა, მეორეა სახალხო დიპლომატია და მესამე არის აი ინდივიდების ურთიერთობა, რომელიც ალბათ ყველაზე ღირებულია, მაგრამ დიდი პოლიტიკა და გეოპოლიტიკა ამ ყველაფერს თანთხავს ხოლმე. აი ამ დიდ გალავანში როგორ ფიქრობთ, აი ჩვენ ახლა ლიტერატურული ხიდი ვახსენეთ, ან თქვენი ლიტერატურული კავშირი, წიგნებით და მწერლობით პრობლემაზე საუბარი, მოახერხა ან ახერხებს ისეთი სიფრცეების პოვნას ამ გალავანში, ან მის რღვევაში ღებულობს რაიმე წილად მონაწილეობას, თუ არის მისი ეს მონაწილეობა რღვევაში ისეთი, რომ ახლა ვერ არღვევს, მაგრამ ისე ესობა, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიბზარება და მსხვერპლამდე, აი, მოკლედ თქვენი სამწერლობო შესაძლებლობით და თქვენი მეგობრების იქითა ფლანგზე აი მერთობლიობის რა ეფექტს ან შედეგს ელოდებით, დღეს ელოდებით თუ ხვალ? ხო, ამას ველოდებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა როდესაც რაღაც სიტუაცია ისე იძაბება და იქმნება ვითარება, მაშინ არა მარტო ის, რომ სხვა ხალხები თუნდაც ძალიან ნათესავები იყვნენ და დიდხანს ერთად ცხოვრობდნენ, ნათესაობამაც ვერ შეაჩერა ომი. აი მაგალითად ამის მაგალითია ჩვენი სამოქალაქო ომი, რომელიც იყო 91 ბოლო 92, რომელიც მე გადაიზარდა უკვე დიდონებში და განივრცო, ხო, იმიტომ რომ მე ვიცი ორი ძმა, რომელიც ერთი იყო ერთ მხარეს, ასე ვთქვათ, თავრობის სახლში იმყოფებოდა, მეორე იყო ეკლესიასთან იმყოფებოდა. ეხლა ერთმანეთს ეს ძმები ვერ ხედავდნენ, მაგრამ თავიანთი წამსიდან გამომდინარე, ისინი მათ ეგონათ, რომ ისინი იბრძოდნენ სამართლიანობისთვის და ავტომატს ესროდნენ ერთმანეთს, თუმცა იქ ძმა რო იყო ეს იცოდა. მეორემ ასევე იცოდა და მაინც ისროდა იქით ავტომატს. და აი ერთ-ერთი ჟურნალისტი იგონებდა ამას წინათ, რომ როდესაც ამ პერიოდზე ამბობდა, რომ მაშინ იყო რუსეთის ისეთი ბაზა აქ სამხრეთ კავკასიაში, სადაც რომელიც ყიდდა მიარაღს და მეც რო ერთ ხარეს დავდექიო თქვა მან და რომ მოიტანეს იარაღი დახურული მანქანითო ჩვენის გადმოგვიტვირთეს და ვეუბნებით კიდე გადმოყარეთო არა ეს ახლა ჩვენ მიგვაქო იქითო საიდანაც თქვენ გესწრიან. ხო და მე ომი რო დამთავრდა ამ ძმებთან ისინი შერიგდნენ მაინც ძმები იყვნენ და მოხდით და ერთი ძმა მეუბნება რომ აიო რუსეთიო ხედავ რა გააკეთაო ჩვენ გვასროლია ძმებს ერთმანეთს ვესროდითო მე და გიაო. ხო და როდესაც იცი რომ ეს იარაღი იქით მიდის, როდესაც იცი რომ შენ ის გასროლინებს, შენი ძმარი არ უნდა ისროლო, აი ამას ჩვენ ეს ვერ დავძა, ამას ვერ მოვერიეთ ამ შემთხვევაში. მაგრამ ნებისმიერ დროს ეს ლიტერატურა რაც შეეხება ხელოვნებას, რაც შეეხება ყოველთვის აი წიგნს, ამას შეიძლება მასიური ისეთი შემჩერებელი ეს არ იყოს და არც არის ეს
სინამდვილეში, მაგრამ ესეთი თავის საქმეს აკეთებენ. მე ძალიან დიდ დახმარებას ვცდილობ გაუწიო ახალგაზრდა მწერლები რომ მოდიან როგორც ქართველები, ასევე აფხაზებიც ამასინაც შევეცადეთ რომ და კაი კრებული გამოვიდა ახალგაზრდა ქართველი ქალბატონები, გოგონების წიგნი, მოთხრობები და აფხაზების ერთად გამოვიდა. იმავე პერიოდში ჯარისკაცის მამა უკვე გაფერადებული ფილმი მონანება კიდე რამდენიმე ფილმი მოხდა ისე რომ აფხაზებმა აჩვენეს თავიანთ კინოთეატრებში. კინოთეატრი რომელიც მასწავლებლის სახლი ცენტრში დგას, თქვენ გეხსოვებათ კარგად, დიდი საათის წინ. და იქ აჩვენეს ჯარისკაცის მამა. და ბოლოს როდესაც მამა შულს ხვდება ის სავალალო ვითარებაში, როდესაც რამოდენა გაზდილ ხარ ბიჭო რომ ეუბნება. მთელი დარბაზი ის ბავშვებიც კი, რომლებიც ომის შემდეგ დაიბადნენ, ტირობდნენო. თუმცა იცოდნენ რომ ეს არის ქართული მხატვრული ფილმი, ქართველი რეჟისორის წყინვალე რეზო ჭყიძის გადაღებით, მაგრამ ვერ გაუძლეს იმ ემოციას და ტირობდნენ და ამაზე წერდა. რამდენიმე აფხაზი, ჩემი მეგობარი ჟურნალისტი მათ შორის, ფილოლოგი, მწერალი რომ ჩვენც იქ ვიყავითო და მაშინ მივხვდითო რომ რა არის ეს ხელოვნება რომ ომის შემდეგ დაბადებული ბავშვებიც რომ დასტირიან იმ გმირს. ასეთ წიგნები არის სოფლიოში, ასეთ ფილმები არის სოფლიოში, როდესაც დაპირისპირებული ხარ, მე უყურებს და ერთი ნაუმარი აფხაზი კაცის მეუღლემ ერთხელ დამირეკა, უცნობები იყვნენ ჩემთვის, მაგრამ ის რო ჩამოვიდა აქ, ბავშვი ჩამოიყვანა იმ ბიჭმა, ოპერაცია გაუკეთეს რთული, ხო და წიგნები ვაჩუქე ჩემი და მითხრა რომ ისო არასოდეს ჩემი ქმრის ხელში მე წიგნი არ ვინახავს და რომ რამე წაიკითხა არ ვინახავს. ესე იგი უჭირავს ეს წიგნებიო და კითხულობს და მე რო გავა სოფელში ცხოვრობენ. მეზობლები ეკითხებიან, აბა რა წაიკითხე შენ თბილისში იყავი, როგორ არ მოკლეს, შენ ნაუმარი ხარ, ანუ ჩვენ მე ვცხოვრობთ სტერეოტიპების ოკეანეში ვართ ჩვენ. იმას თავის სტერეოტიპი აქვს აფხაზკაც. ქართველკაც თავის სტერეოტიპი აქვს. ეს ჭირი სუფრებია, გახსენებებია, დაღუპულები, ქორწილია, ისინი მე სტანდარტად ქცეული რაღაცა ტექსტები, აქმები არის და ახალი თაობა იზრდება ამით. მაგრამ მე სულ აინტერესებს რა ხდება იქ. ხო, მაგრამ ბატონ გურამ, ამასობაში ჩვენ მივედით რაღაც სხვა სირთულესთან ალბათ. ბევრი წლის განმავლობაში რაღაც ისე მაიწყო რომ მუშაობდი არაერთ გაზეთში და მე წილად მუშაობდი კონფლიქტის თემაზე, კონფლიქტოლოგიაზე. მაშინ potom გიხუციშულსაც ქონდა კონფლიქტოლოგიის ცენტრი, იყო აქტიური, იყო და კონფლიქტოლოგია საერთოდ გასაგები სამწუხარო მიზეზიდან გამომდინარე ჩვენთან ცოცხალი თემა იყო. და ხშირად წერდი სხვადასხვა გაზეთში მუშაობდი, კონფლიქტოლოგიის გვერდი მქონდა ასე შემდეგ და ძალიან აქტიურად. ხშირად აფხაზეთში ნომრებიც ჰქონდა და კომუტატორის მეშვეობით აფხაზეთის სხვადასხვა პოსტებზე მყოფ ადამიანებთან კავშირი, მათი კომენტარი და მოკლედ სრულფასოვანი ბეჭდური სამუშაო იყო და ერთხელაც როცა რაღაცა თემაზე მუშაობდი აფხაზეთის და მასალა მოვიტანე, მაშინ კარიკატურისტიც ვყავდა და რაღაც ფოტო ვერც ერთი ვერ ვიფიქრე, რომელიც შესაბამისი იქნებოდა კარიკატურის თხოვე, რომ ეს არის მოცემულობა და იქნებ რამე დახატოთ თქო და რომ მივედი მერაბმა დამახვედრა მერაბის ნამუშევარი იყო და ვერ წარმოიდგენთ ტროლეიბუსი რომელიც მოძრაობს წრიული სოხუმი თბილისი ანუ მე გავაანალიზე რომ ერთ და იგივე პრობლემაზე ერთ და იგივე საკითხზე უბრალოდ სხვადასხვა რაკურსში უკვე მე რამდენად ვწერდი და არაფერი იცვლება ანუ მოცემულობა იგივეა და პრობლემა ისევ რჩება და სტანდარტულ ტექსტებამდე დადის მაშინ დავჯექი აი ძალიან დამჭრუნა ამ კარიკატურამ და დავჯექი და მე მაშინ მივიღე გადაწყვეტილება და მივატოვე კონფლიქტებზე იმ ინტენსივობით წერა და სხვა მიმართულებებზე გადავერთი ახლა ამასინათ აფხაზეთის თემაზე კონკურსია გამოცხადებული ხო და მასპინძლობდი აქ აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს და დავდექით იმ რეალობის წინაშე რომ ნახე კონკურს ვაცხადებთ აფხაზეთის თემაზე რომ ხალხს გავახსენოთ რომ აფხაზეთის თემა არსებობს ეს ერთი მეორე
ის თაობა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რაღაც წერტილები და ძაფები გვაქვს, ვის რა სისქით აქვს ეს ძაფი, მაგრამ მოდის ახალი თაობა, რომელმაც მხოლოდ გადმოცემით ისის და მისთვის ეს აბსტრაქტულია. ზოგან ვიღაცისთვის ზე აბსტრაქტულია, ზოგან ბებია, ბაბუა, ოჯახი, მამა, დედა ზრუნავს, რომ არ იყოს აბსტრაქტული, მაგრამ მაინც ხელშეუხებელია მისთვის და სხვა სირთულის და გამოწვევის წინაშე ვართ. როდესაც აფხაზეთი რაღაც სხვა ხელმიუწვდომელი აბსტრაქტიზაცია ხდება თემისა. აი სხვა გამოწვევა გვაქვს და აი ამ სირთულის გადალახვის რა მექანიზმებს ხედავთ? იმიტომ რომ ერთია როცა წერთ თემაზე, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, თქვენ რომ უღელტეხილზე გადასვლის თემა ახსენეთ, ყველას თავისი გაახსენდა. თუნდაც ენგურის ცენტრალური გზის წამოსულებისთვისაც სხვა ჯოჯოხეთი იყო, ხო? ბევრისთვის ასოციაცია იყო, მაგრამ ამათთვის ახალი თაობისთვის ეს არ არის ორგანული, ასე ვთქვათ. ამ დონეზე და აი ამ გამოწვევას როგორ უნდა გამოვკლავდეთ და აი ამ მოცემულობაში როგორ უნდა ვიყოთ, მით უმეტეს თქვენ აფხაზი ახალგაზრდები ახსენეთ კიდე. ხო, ესე იგი, საინტერესო ხალხია თავად ახალგაზრდები საერთოდ. და მე მეგობრობ ყოველთვის და ცოტა ნაწილი ახალგაზრდობის ადამიანმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს. ანუ ბავშვობა გაგრძელებული უნდა იყოს და ბავშვობა გაგრძელებულმა უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაზე და როდესაც მან ჩავედი პირველად სოხუმში ხო იქ რაღაც მქონდა ოპერაცია გადავიტანეს გადავრჩი ხო რაღაც უნდა მენახა საფლავი ჩვენი ოჯახური და მოგლეთ რო ჩავედი მე სუფრა გაიშალა ერთ ოჯახში და ახალგაზრდები უფროსი კლასელები და პირველი მეორე კურსის სტუდენტები დივანი იდგა იქ ერთ-ერთ კედელთან და ბავშვები სხედან მანდ ხო და მე რომ მივატრიალებ თავს და შევხედავ ის აფხაზური ეტიკეტი ასეთ რომ ისინი თავზედგებიან ხო და მე ვუთხარი მე შემოგხედეთ მარტო ხო დაბრძანდეთ ხო მაგრამ მაინც გავიხედა ან რაღაც შევიკითხებოდი ფეხზე ადგებოდნენ ხო და მეკითხებოდნენ მე თუ შეიძლება კითხოთ რა ჩვენები როგორ ცხოვრობენ ჩვენები მხედველობაში მათ ჰქონდათ თავის თაობები ახალგაზრდები ვიცით რომ ეს კომპიუტერი თქვენთან ძალიან მოდებულია ხო ძალიან ინგლისური კარგად იცით თქვენთვის ღია და თქვენ მოგზაურობთ სოფლიოში მეც ყველაფერი მაგრამ ისინი როგორ არიან ხო როგორი ცხოვრებაა და მე რაღაც მოხდა ისე რამდენიმე ახალგაზრდა ჩამოვიყვანე აქ მისთვის ეს მოულოდნელი იყო მაშინ ახლა ისინი რო ჩამოვიყვანე მე უკვე პატრული იყო ახალი ტიპი ანუ არ იყო ძველი გაის მუშაკი რომელიც გიზომავს სიჩქარეს და ასე შემდეგ და რომელიც შეიძლება ჯარიმის გარეშე ცოტა თანხით მოთაფლო და 1000 რაღაც რაც გავიარე. ანუ სხვა მოცემულობაში აღმოჩნდა. სხვა მოცემულობაში და მათ ეს მოცემულობა გაუკვირდათ. ძალიან და მივხვდი ერთ რამეს რომ როდესაც მე სწავლობდი სოხუმის პირველი სკოლა მაქვს დამთავრებული და იმაში ინსტიტუტში პედაგოგიურში ხო ნუ ვიყავი ცოტა რაღაც დისიდენტურად ახალგაზრდულად ძალიან გაწყობილი და ეს პირველი ჯინსები ჩვენ გვეცა და გზელით მები და ვკითხულობდით აკრძალულ ლიტერატურას შოულობდით მეზღვაურებიდან რაღაც ჟურნალებს სოხუმში მით უმეტეს რეალა ჟურნალები და შესაძლებლობა პირველ პირდაპირ მოქონდათ და მეზღვაურები ჩვენ მეგობრები იყვნენ და ჩვენ რაც უფრო გვიკრიტიკებდნენ და გვილანძღავდნენ თქვათ გარე სამყაროს ამერიკას მის პრეზიდენტს კაპიტალისტური სისტემა ძირ გამომპალია ასე ჩვენ უფრო მეტ ინტერესი გვქონდა გაგვეგო რა ხდება როგორ ხდება მოგწონდა კენედი ახალგაზრდა კაცი მე მაშინ ბავშვი ვიყავი როდესაც მოკლეს მეხუთე კლასში ვიყავი დაახლოებით ხო და ჩვენი პოლიტბიუროს წევრებს რო გავიხსენებდი თავის მჟავე სახეები თითქოს ასაკითაც გემუქრებიან ისე იყურებოდნენ პორტრეტებიდან გაზეთებიდან რაღაცა ის კაცი მოგწონდა მე ისეთ ულამაზეს მეუღლე ყავდა მისი როლს-როისი მოგწონდა მისი ის ამერიკასა ჩვენ ფიქრობდით რომ აუ საოცარი მედიცინაა იქ ის ყველაფერს არჩე ყველაფერი ბწყინავდა მის გარშემო და ეს კაცი მოკლეს ხო და ჩვენ იყო პერიოდი ვფიქრობთ როგორ შეიძლება გაიქცე ახლა ზღვით ან რა ნავით ამით რაღაც ეს ბავშვური მომენტები იყო რა თქმა უნდა ნუ მე ახლა რომ ამერიკა ვნახე ახლა ყოველს თავისი აზრი აქვს უკვე არის მინუსები არის პლუსები და უკვე ჩამოდიხარ სტერეოტიპები უკვე ნუ გასაგებია ხო და აი ეს ვნახე აფხაზ ბავშვებში ეს რომ როიცაც მასმედია უფროსები ძალიან ბევრს აკრიტიკებენ იმას მას აინტერესებს უფრო რა ხდება იქ საქართველოში როგორ არიან მისი
ყოლები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აზრი ის რომ აი თქვენ ახლა ვისაც გახსოვთ ვერ ბრუნდები და ისინი აი ყველაზე მეტად შეიძლება მათ მოახერხოთ. იმიტომ რომ ის ჩემი თაობის ხალხი მე ბოდიშუხტი იმ ბავშვებს რომ ერთ-ერთი ის თაობა ვარ ან ჩემი უფროსი თაობა იყო კიდე შევარნაძის თაობა ვინც ეს ომი ვერ შეაჩერა და ვერ დაახვედრა მათ კარგი ქვეყანა კარგი საქართველო მთლიანად კარგი აფხაზეთი და თავის ამერიმერით ეს ქვეყანა ვერ დაახვედრა მე ბოდიში მინდა მოუხადო მაგრამ ჩვენ თუ ვერ ვილაპარაკეთ ეს თაობები წავიდა ჩემი წინა თაობა სხვები წავა და იქნება არ იყოს თლად ცუდი რომ უნდა ილაპარაკონ ახალგაზრდებმა იქ უკვე სხვა ღირებულებები წავა სხვა სიყვარული წავა 300 წელი ბოლო-ბოლო აჭარა იყო თურქეთის ეგიდი იმის ქვეშ უღელის ქვეშ და მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ბერლინის კედლის აბომბა და ბევრი რამ ისტორიაში არის მოულოდნელი და ისტორიული კონტექსტი აი როგორც მოულოდნელად ცუდი ხდება იქ უკვე ემზადება მოსასვლელად ახალი კარგი სასიამოვნო საუკეთესო მოულოდნელობა ანუ არსებობს ისეთი ფორმულა დროსა და სივრცეში რომელიც ქართველ კაცსაც აწყობს და აფხაზსაც აწყობს და ჩვენ ორივე უნდა მოვძებნოთ ერთად ეს ფორმულა ორივე მოვძებნით ამას ცალ-ცალკე ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ და მე იმედი მაქვს რომ აი ეს დროც დადგება შეიძლება მალეც ბატონ გურამ კიდე ერთი კითხვა მაქვს მაგრამ სამწუხაროდ მარნიშნებენ რომ საერთო დრო ამოგვეწურა და მეტი რომ ჩვენც ვერ ვიგზენით ხო არა და მეც მინდოდა თქვენთან კიდე უფრო მეტი სიღრმისეული დიალოგი იმედი მაქვს რომ კიდე მოახერხებთ და გვესტუმრებით მადლობა სტუმრობისთვის